Candace Owens-ის დაღმასვა გრძელდება, რადგან ახლა მან FBI-საც შეუტია და მათ მატყუარები უწოდა. და იმისა, რომ პრობლემა ისაა, რომ FBI-ს რეალურად აქვს მტკიცებულებები განსხვავებით Candace-ისგან და მათ დაამტკიცეს და გამოავლინეს, რომ ის ნამდვილად მატყუარაა. Candace Owens-ი პირდაპირ გამოავლინა FBI-მ, როგორც მატყუარა თავის შოუზე. მან სცადა FBI-ზე თავისი ვერსიის შეთხზვა, მაგრამ მათ რეაგირება მოახდინეს. სხვათა შორის არ იყო საჭირო, რომ პასუხი გაეცათ. ფაქტი, რომ FBI-ს Candace Owens-ზე პასუხის გაცემა სჭირდება, აბსურდულია. მას FBI-ზე კონტროლი არ აქვს, მაგრამ ამ ეტაპზე ეს იმდენად საჯარო გახდა, რომ უზარ-მაზარ საკამათო თემად გადაიქცა. ის უბრალოდ მიდის ადამიანებთან და მათ გონიათ, რომ რაღაც უნდა გააკეთონ ამის შესახებ. საერთოდ ცოტა სამწუხაროა, ცოტა საცოდავიც, მაგრამ გონია, რომ ეს Candace-ის ძალაა და სწორედ ამიტომ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, რომ ხალხმა იცოდეს, რამდენად ფსიქოტიკურია ის. პირველ რიგში გეტყვით ჩემს თეორიას Candace Owens-ზე. მე მჯერა, რომ ის ერჩის ორგანიზაციებს ან ადამიანებს, რომლებიც გონია, რომ არ უპასუხებენ მას. ის გამოიგონებს გიჟურ თეორიას ამ ორგანიზაციაზე ან ადამიანზე იმ აზრით, რომ ძალიან მცირეა შანსი ისინი რეალურად უპასუხებენ მის გიჟურ ჭორებს. ასე ის ინარჩუნებს ჩართულობას, ინარჩუნებს თავის ყველა ფანს ჩართულად, თანაც თითქმის არ აქვს წინააღმდეგობა, ასე რომ სწორია. ხო, მაგრამ ასე ფიქრობს. მას გონია, რომ დიდ წინააღმდეგობას არ შეხვდება. სამწუხაროდ მისთვის FBI-მ უპასუხა და ზუსტად როგორ ამას ახლავე ვნახავთ. აი ამას უპასუხა FBI, რადგან მან გააკეთა ასეთი უცნაური განცხადება, თითქოს მან მართლაც მოითხოვა ქაშ პატელის 3 დღიანი მოგზაურობის განრიგი ჩარლი კირკის პლანეტიდან გაქრობის წინა დღეებში. და ამბობს, რომ FBI-მ უთხრა, მოთხოვნის ტვირთი ძალიან დიდია. კითხა, ეს როგორ შეიძლება იყოს კანონიერების ფარგლებში? გოგო, მართლა ასე მოხდა? ამიტომ FBI-ის სწრაფი რეაგირების ჯგუფმა უპასუხა Candace Owens და უთხრა: გთხოვთ გვაჩვენოთ დოკუმენტი, რომელიც მოგაწოდათ თქვენი მოთხოვნის დასადასტურებლად, სადაც ვამბობთ, რომ მოთხოვნის ტვირთი ძალიან დიდია. ნახე, სიურპრიზი. Candace არ აქვს არანაირი მტკიცებულება. შენი შოუ, ზუსტად ისე, როგორც ყალბი ახალი ამბების მედია გამოაშკარავდება, როცა იტყუები. ვიმედოვნებთ ეს დაგეხმარება. ასე რომ FBI-მ არა მხოლოდ გამოააშკარავა მისი ტყუილი, არამედ შეადარა იგი ყალბ ახალი ამის მედია ამბებისაც. ალბათ ეს ზოგიერთ თქვენდანს გააღვიძებს. არა, ეს არ მოხდება, არავინ გაიღვიძებს. თუ ჯერ კიდევ ვერ მიხვდით, რამდენად აბსურდულია Candace, ვერც ვერასდროს მიხვდებით. და აი ანგარიშის ასლი. ყველაფერს არ წაგიკითხავთ, რადგან ძალიან დიდხანს გაგრძელდება, მაგრამ შეგიძლიათ გადაიღოთ სკრინშოტი და მოგვიანებით წაიკითხოთ. კარგია, რომ ძალიან სწრაფად გითხულობ და დიდხანს არ დაგჭირდა. იმედია, ეს რამდენიმე თქვენგანს გააღვიძებს. თუ ის ამაზე იტყუება, უბრალოდ ლოგიკურად რომ ვიფიქროთ, თუ თქვენ ხართ ადამიანი, ვინც მას უსმენს და სჯერა მისი, თუ ის ამაზე იტყუება და ეს უკვე დამტკიცდა, რომ ტყუილია, კიდევ რაზე შეიძლება მოიტყუა? Candace, სად არის ამის მტკიცებულებები? ეს ხო ძალიან მარტივი უნდა იყოს. სად არის ის დოკუმენტი, სად არის მტკიცებულებები, სად არის დამადასტურებელი მასალა?